ხალხო, ექსტრემალური ჩართვა გვაქვს, უნდა გავსინჯოთ აი ეს ხელოვნების ნიმუშები, ცოტა არ მჯერა რომ ნამდვილია. ისე ნამდვილად გამოიყურება, რომ ვერასოდეს ვერ დავიჯერებდი ლიმონის მოკვეჭვა, ეგრე ძალიან მომინდება. ბოლოში არის ფუნთუშა, შუაში არის ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს, ეს არის ვანილი. აქ არის უკვე თხილეული ორნაირი ოქროთიდან და შუაში არის წითელი პატარა საჩუქარის ყუთი. პირველს გავსინჯევ აი ამ წითელ პატარა საჩუქრების ყუთს. ძალიან რბილია და ფაფუქია. შიგნით არის შოკოლადის მუსი და მუსის გარდა არის ასევე ფორთოხლის რაღაცა ჯემისავით, აი ეს თეთრს აქვს ფორთოხლის გემო, ძალიან გემრიელია და ისეთი რბილია, რომ ხელებში ძლივს ვიკავებ, ისეთი ფაფუქია. ხალხო, ეს მეგონა რომ იყო ფუნთუშა, მაგრამ არ არის ფუნთუშა, ძალიან მაგარია. უეჭველად ზემოდან არის თეთრი შოკოლადი, გავსინჯოთ, ძალიან მაინტერესებს კიდე უფრო. ღმერთო, რაც გავსინჯე ყველაზე მეტად ეს მომეწონა. როგორც კი მოვკბიჭე, აი ნაყინის გემო ეგრევე იგრძნობა. სავარაუდოდ კარგად არის დამატებული ვანილი. ასევე არის თხილეული უეჭველად შიგთავსში და კრანჩი არის, ან თვითონ თხილებულიც იგრძნობა. მოკლედ, გარედან რომელიც ჩანდა ყველაზე ჩვეულებრივი ფუნთუშა, აღმოჩნდა ყველაზე გემრიელი ჯერჯერობით. მოდით გავაგრძელოთ, ძალიან მაინტერესებს. ისე გაკეთებულია, მართლა ლიმონი მგონია. ღმერთო, ეს არის იდეალური კომბინაცია, სადაც არის გაერთიანებული სიმჟავე და სიტკბო. მე ადამიანი რომელიც კბილელზე არ გიждდება, აი ეს არის შოკი. და ბოლოს დაგვრჩა ვანილი, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა გავსინჯოთ. ღმერთო, შიგნით არის იდეალური ვანილის ფაფუქი კრემი და ასევე ოდნავ არის ბისკვიტი, რომ მარტო კრემი არ იყოს. აი უგემრიელეს ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მაღალი დონის და ყველაზე გემრიელი დესერტები, რაც ოდესმე გამისინჯებს და რასაც შევადარებდი, ეს არის ერთადერთი პარიზული საკონდიტრო, ყველა გეცოდინებათ TikTok-დან ცნობილი და რიგები რო დგას და ვერ შეედრება. გემოთი ვერ შეედრება, იმიტომ რომ მილიონჯერ უფრო გემრიელია და ფასიც ვერ შეედრება, რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია რომ საქართველოში უკვე გამოჩნდა ეგეთი მაღალი დონის და რაც მთავარია ძალიან გემრიელი დესერტები. ბევრი ეგეთი დესერტი მაქვს გასინჯული და სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში გარეგნულად კი ლამაზი არის, მაგრამ შიგთავსი არც ისეთი კარგი. აქ კი აი ყველაფერი არის პირიქით. გარეგნულად ახლა დამეთანხმებით რომ იდეალურად გამოიყურება და შიგთავსი მართლა შოქში ვარ, ისეთი გემრიელი იყო ყველაფერი. და ეხლა სანამ ომი იქნება ჩემ კომენტარებში წინასწარ გეტყვით რომ ეს ყველაფერი არის კაფე 43-დან და აი გემოზე ყველანაირი რეკომენდაცია ჩემგან და ეხლა ვიზუალი თქვენ თვითონ ხედავთ.